მოგესალმებით, დღეს მინდა რომ შემოგთავაზოთ მწვანე ლობიოს რეცეპტი, როგორ ვაკეთებ მე პირადად. მას ასე პირველ რიგში მოვკრიფე ლობიო ჩემს ბოსტანში და ლობიოსთან ერთად, რა თქმა უნდა, მოვკრიფე მწვანილებით. პირველ რიგში ხახვი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ წელს მწვანილები და ხახვის მოსავალი მაინც და მაინც ახარბიელო არ გვაქვს. რაღაც ვერ მოვიდა კარგი, ვერც მწვანილი და ვერც ხახვი და ნიორი. ეს ხახვი მოვგლიჯე რამოდენიმე ტარხუნით ვაკეთებ ხოლმე, ესეც რამოდენიმე ღერი, ბევრი არ უნდა, იმიტომ რომ თავის გემოზე არ წაიყვანოს. ქინძი, როგორც გითხარით, არ გვაქვს წელს კარგი მოსავალი მწვანილეულის. ქინძი მოვკრიფე, აი ასე, პატარ-პატარა ფოთლები შევაცალე, რაც შემეძლო. შემდეგ ქონდარი კარგია, ქონდარი კარგი გვაქვს. ქონდარი მოვკრიფე, ასევე მოვკრიფე ოხრახუში, არ მაქვს ვიდეო გადაღებული სამწუხაროდ. ესეც ჩვენი ლობიო, რომელსაც გავასუფთავებ, დავატეხე თავი და ბოლო და ისე და გავტეხე რამოდენიმე ნაწილად, მწვანილები კარგად გავრეცხე, ნიორი, წიწაკა გემოვნებით, რა თქმა უნდა. აი ასე გამოიყურება უკვე გამზადებული მოსახარშად ლობიო და ფენა-ფენა ჩავყრი ქვაბში. ჯერ ლობიო, მარილი, მერე მწვანილები ერთმანეთში მაქვს არეული, ცოტა რეჰანით დავამატე კი, ნიორი გაჭყლეტილი, წიწაკა დაჭრილი და აი ასე გავაკეთებ ფენა-ფენა, სანამ არ დამთავრდება ჩვენი ლობიო და მწვანილები. წყალს არ ვამატებ, ან ძალიან ცოტა შეგიძლიათ დაამატოთ, იმიტომ რომ თავის წვენს რომ გაუშვებს, იმ თავისივე წვენში იხარშება, თუ ჩაიშუშება უფრო, თქვათ, სწორად. მაქვს კახური ნატურალური ზეთი, ამასაც რა თქმა უნდა თქვენი გემოვნებით მოასხავთ, კარგად მჭიდროდ დავაფარებთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე შემოვდგავთ. აი უწყლოდ, ანუ არ დამიმატებია წყალი და ასეთი თავისი წყალი მაინც გაუშვა. რომ მოიხარშება, გავსინჯავთ უკვე აი ასე, კარგად რომ გაიჭრება, კოუზით ლობიო, ესე იგი მოხარშულია და შემდეგ დავჭყლეტავთ. სურვილისამებრ თუ გნებავთ დაჭყლეტავთ, თუ გნებავთ არ ამოსრისავთ და ამოჭყლეტავთ, ასე ვთქვათ, მე ვაკეთებ ხოლმე კვერცხით. ესეც რა თქმა უნდა სურვილით არის, თუ გნებავთ კვერცხით გააკეთებთ, თუ გნებავთ არა, კარგად აურევ მერე ამას და კიდევ 1-2 წუთი კვერცხი რომ შეიკრას, კარგად კიდევ მოვშუშავ კვერცხთან ერთად. აი ასე თითქმის უკვე მომზადდა ჩვენი ლობიო, ამასობაში მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და გემრიელად მიირთვით ჩემი რეცეპტით მომზადებული საჭმელები. ლობიოს მე მივირთმევ და მიყვარს ძალიან პომიდორთან ერთად. დროებით, მადლობა, გემშვიდობებით.